იყო და არა იყო რა. იყო ერთი თაგვი და ყავდა ვაჟი. ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი და მამაცი წრუწუნა მთელ სამეზობლოში. ყველა თაგვის ოჯახი მათთან დანათესავებაზე ოცნებობდა, მაგრამ დედის შიშით ვერ ბედავდნენ თხოვნას. დედა თაგვი არაფრად აგდებდა მეზობლებს, რადგან მიაჩნდა, რომ მის შვილს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და სახელოვანი სანათესაო სჭირდებოდა. გადაწყვიტა თვით მზის ქალიშვილზე დაენიშნა. მივიდა თაგვი მზესთან და ეუბნება: მზეო, მზეებო, მომეცი შენი ქალიშვილი ჩემი ვაჟისთვის, რადგან შენ ყველაზე ძლევამოსილი ხარ ამ ქვეყნად. მაგრამ მზემ უპასუხა: ძლიერი ვარ, მართალია, მაგრამ ღრუბელი ჩემზე ძლიერია. როცა ჩემსა და მიწას შორის ჩადგება, ვერაფერს ვახერხებ. მართლაც ასეა, ჩაფიქრდა თაგვი და დაუმშვიდობებლად წავიდა ღრუბელთან. ღრუბელო, თქვა თაგვმა, რადგან მზეზე ძლიერი ხარ, მიათხოვე შენი ქალიშვილი ჩემს შვილს. ღრუბელმა უპასუხა: შეიძლება მზეზე ძლიერი ვარ, მაგრამ ქარი ჩემზე ძლიერია. როგორც კი დაუბერავ ცაზე ბურთივით დამაგორებს. გაეშურა თაგვი ქართან. შეაქო მისი ძალა, მაგრამ ქარმა უთხრა: მადლობა კეთილი სიტყვებისთვის, მაგრამ არსებობს ჩემზე ძლიერი. ეს ხარია. როგორც არ უნდა დავუბერო, ის მინდორში დგას და კუცაც არ მოიქნევს. გაიქცა თაგვი ხართან. ძლიერო ხარო, ეუბნება. რადგან ქარზე ძლიერი ხარ, ჩემი მძახალი იყავი. ხარი კი პასუხობს: სუსტი არ ვარ, მაგრამ გუთანი ჩემზე ძლიერია. ხანდახან რვა ჩემნაირ შეგვებამენ, გუთანი კი ისე გვიჭერს კისერზე, რომ ძლივს უძლებთ. იპოვა თაგვმა მინდორში გუთანი და მასაც გაუზიარა თავისი სათხოვარი. გუთანი პასუხობს: დიახ, ძლიერი ვარ, მთელ მსოფლიოს მევგებავ. მაგრამ არც მე ვარ უძლიერესი. ხანდახან მივდივარ მინდორში, მაგრამ უცებ ხის ფესვს წამოვედები და ვიჭედები. ადგილიდან დაძვრაც კი არ შემიძლია. წამოვიდა თაგვი გუთნისგან და გულდაწყვეტილმა გაიფიქრა. მზე ძლიერია, მაგრამ ღრუბელი სჯობს. ღრუბელს ქარი დაათრევს, ქარს ხარი არ ეპუება. ხარს გუთანი ამარცხებს, გუთანს კი ფესვი აჩერებს. გამოდის, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერი ჩვენ თაგვები ვყოფილვართ, რადგან ნებისმიერ ფესვს, რომელიც ძლევამოსილ გუთანს აჩერებს, სულ ცალი კბილით ვღრყნით. მიხვდა თაგვი, რომ ზოგჯერ მავანი მთელ სამყაროს შემოივლის იმის საპოვნელად, რაც სინამდვილეში მის გვერდითაა. რადგან ბედნიერება და მშვიდობა მაშინ კი არ მოდის, როცა უძლიერეს ემძახლები. არამედ მაშინ, როცა შენს გვერდით მყოფს პატივსცემ და მასთან ერთად იყოფ უკმასა და სიხარულს. თქვა ეს თაგვმა და თავი დაანება მსოფლიოს გარშემო ძლიერი სანათესაოს ძებნას. დაბრუნდა სახლში და თავის შვილს ცოლად შერთო ლამაზი და ზრდილობიანი თაგვი მეზობელი სოფლიდან. იყო ქორწილი, ჟრიამული, ბევრი ყველი და ბევრი თხილი.